სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი შესულია 10 ყველაზე ცუდ ექსპერიმენტს შორის. ადამიანებს ვეთყოდი, რომ არასოდეს დაკარგონ საკუთარი თავი. ხო. და სტივის სიტყვებს ვეთყვი, რომ ნუ მისცემენ გარეგან ხმებს უფლებას და საშუალებას, რომ ჩაახშონ თავიანთი შინაგანი ხმა. მან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ძველი შენობა ინგრევა, ახალში გადადიან და იქ იგივე ხდება. ხო. ის როგორ მოიფიქრა რეჟისორ და ერთ-ერთი საქმის მცოდნე ადამიანია და მისი არავინ არ წაიკითხა და ასე შემდეგ. მოგესალმებით პოდკასტიდან კინო არის თერაპია და დღეს ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი, NLP პრაქტიკოსი ზაზა ქოიავა. გამარჯობა ზაზა. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ მოხვედი, შენ ხარ ჩემი პირველი სტუმარი და იმედია კარგი ფეხი გექნება. იმედია. მადლობა მოწვევისათვის, ძალიან მიხარია რომ პირველი სტუმარი ვარ. როგორც იცი, ეს არის პოდკასტი კინოზე და ვარქვი კინო არის თერაპია. შენ როგორც ფსიქოლოგმა მინდა რომ ისაუბრო დღეს კინოზე და კინოზე როგორც თერაპიაზე და ზოგადად ფსიქოლოგიაზე. დიდი სიამოვნებით. აი რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში კინოს? ხო, ისევე როგორც ალბათ ყველა ადამიანის მეტნაკლებად, მაგრამ მაინც ყველა ადამიანის ცხოვრებაში კინოს გარკვეული ადგილი უჭირავს. მეც მიყვარს კინოს ყურება, მისი განხილვა, იქიდან წამოღებული ემოციები, გარკვეული ტიპის დასკვნების გაკეთება და მოდი ყველამ ვაღიაროთ და ვთქვათ, რომ შეიძლება მეტნაკლებად, მაგრამ გარკვეული ტიპის კინოებს, გარკვეული ტიპის ფსიქოლოგიური ზეგავლენა ადამიანებზე მოუხდენიათ. ზუსტად ამიტომ არის ჩემთვის ეს პოდკასტი საინტერესო. ზუსტად ამიტომ მოგიტანეთ დღეს ფილმი ექსპერიმენტი, რომელიც გადაღებულია ფილიპ ზიმბარდოს სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მიხედვით, ასე ვთქვათ. ზიმბარდოზე რო თქვა რამდენიმე სიტყვა ფილიპ ზიმბარდო, იმიტომ რომ ყველა არის ცნობს. კი ბატონო, ფილიპ ზიმბარდო ეს არის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელი, ნეობიჰევიორისტი და მას ძალიან ბევრი სხვადასხვა სტატია, კვლევა, ნაწარმოები და ასე შემდეგ აქვს. მათ შორის რომ არაფერი ვთქვათ ამ ექსპერიმენტზე, რომელმაც პრინციპში გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიაში. ხო, გასაგებია ხა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი შესულია 10 ყველაზე ცუდ ექსპერიმენტს შორის. ბევრი ნეგატივია, ხო. და ასეთი ექსპერიმენტები ბევრი იყო, მაშინ როდესაც რაღაცა ეს გარკვეული ტიპის ჩარჩოები, კლიშეები და შეზღუდვები არ არსებობდა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებთან დაკავშირებით. ხო, მე თან ისიც ვიცი რომ ამერიკელ ფსიქოლოგებს ახასიათებთ ეს ექსპერიმენტები, უფრო ხშირად ისინი ატარებენ, ხო? ხო, ზუსტად ამ ტიპის ექსპერიმენტები არის რაც შემდგომ ჩვენ დასკვნების და ინფორმაციების საშუალებას გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ხა არ ვახალისებ ამ ტიპის ექსპერიმენტებს. აი კინოზე რა სიტყვი? იყო შენთვის რეალისტური, იყო იქ შენთვის ეს ზიმბარდო? ცხადია ზოგიერთი რამ წაიკითხო ჯობია და გაეცნო ჯობია ვიდრე კინო ნახო, ასე ვთქვათ. თუმცა ეს კინო საკმაოდ ახლოს იყო რეალურთან, შეიძლება წაკითხული რომ მქონდა მაგის მერე უფრო აღვიქვი, მაგრამ ესეთი ძლიერი კინოა. საუბრობ კინოზე, არა გერმანულ ვერსიაზე, არამედ ედრიან ბროუდი რო თამაშობს აი იმ ექსპერიმენტზე, აი ამ ფილმის ეკრანიზაციაზე, ასე ვთქვათ. და მოკლედ ზიმბარდოს საერთოდ ბიჰევიორიზმი ამბობს, რომ ადამიანთა ქცევა სტიმულირდება გარეგანი ფაქტორებით. ანუ ეს ცოტათი რო ავხსნა მანამ რაზეა ეს ფილმი რო გავიგოთ. ანუ ადამიანის ქცევა არის რეაქცია მასზე მოქმედ გარეგან ფაქტორებზე. ამას გვეუბნება ძირითადად. და ადამიანები ამას ვერ უმკლავდებიან. და ისინი იქცევიან ისე, როგორც კარნახობს მას გარეგანი ფაქტორები. დაახლოებით იგივეს ამბობს სოციალური ფსიქოლოგიაც, ოღონდ სოციუმზე. და როდესაც მილგრემის ელექტროშოკის ექსპერიმენტი ჩატარდა, ამ ფილმზე სხვა დროს მოვალ მე. ახლა ამას ვერ გავშლი. და იქ ძალიან ისეთი კითხვის ნიშნებიანი საოცარი შედეგები დაიდო ზოგიერთ შემთხვევაში გასაკვირიც. ამის ინსპირაცია ამ ექსპერიმენტმა მოახდინა ინსპირაცია ზიმბარდოზე, რომ შემდგომ ჩაეტარებინა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი. ანუ არც იმდგომარეობდა შემდეგში. გადავლენ თუ არა ზღვარს ადამიანები, თუ მათ მივცემთ განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ეს ერთი და მეორე, დაემორჩილებიან თუ არა ადამიანები ბრმად სხვის ავტორიტეტს. და დაითრგუნებიან თუ არა ამით.
უფრო გასაგებად რო ახსნა ზიმბარდომ ძალიან ჩვეულებრივი ადამიანები, აი ჩვეულებრივი სტანდარტული ადამიანები, რა ვიცი, გამყიდველების სტუდენტები, საშუალო სატესტო? ხო, მაღაზიის მეპატრონები თუ განცხადება გამყიდველები და იყო ასე მე შემდეგ. როგორც ვიცი კი, და კი, განცხადებაში იყო განცხადება იყო, $15 ერთი დღე და ხო, ეს ადამიანები ნუ იქ მოვიდნენ ფილმში განცხადებს. $14,000-ია და ცხადია ეს ასე არ არის. არა და მე რომელი ფილმიც ვიცი, იქ არის $15 დღეში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. კი, ზოგი ხო თანხაზე მე თანხის გამო კონკრეტულად მე წამოვიდა. $14 ვიცი თავის მაშინ ზიმბარს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. აქ თავარი ის არის რომ ექსპერიმენტი ცხადია ექსპერიმენტი თუ მოგიყევი რაზეა, რაღაცა აქვს ამ ექსპერიმენტში. შესაბამისად, ექსპერიმენტი ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. რაღაცა ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, სხვა რამეს ეუბნები და სხვა რამეს აკეთებ და მე ნუ კი, იმიტომ რომ მათ არ იცოდნენ რომ ეს შესაბამისად, ეს ალბათ უფრო ცნობის მოყარება ვიდრე $14-ზე გარკვეული ტიპის, ესე იგი, აქცენტის გაკეთება ამ ხალხის მხრიდან. ისინი სულ იღებენ, ხა ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება 8 კაცი ერთ მხარეს და 8 კაცი მეორე მხარეს იმისათვის რომ კი, მაგრამ აქ პატიმარი იყო და ზედამხედველი იყო, აქ ცოტა რთული და საინტერესო იცი რა რამდა მეკითხა ახლა. თითქმის ყველა მონაწილემ აირჩია ყოფილიყო პატიმარი. აი რატო? და არა ზედამხედველი. როგორ ფიქრობ? საბოლოო ჯამში არც მთლად მასე იყო, მაგრამ უმრავლესობამ პატიმარი აირჩია. აი ზუსტად ეგ არის, ნახე, ვიღაცების კარნახიც გარეგანი ფაქტორების შენზე გარეგანი ფაქტორების ზეგავლენაა, რომ შედეგადაც შენ რეაქცია გაქვს და იქცევი, ხო? რაღაცა ქცევას ახორციელებ. და აქ მნიშვნელოვანი კომპონენტი ასევე ის იყო, რომ პირველი საინტერესო საკითხი არის რამდენად არის ეს იდეოლოგია მართალი. რომ ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი, მათი ქცევის უმრავლესობა, ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილის ქცევის უმრავლესობა არის გარეგან ფაქტორებზე დაფუძნებული და მასზე მოქმედი. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს პრაქტიკულად ასე იყო და ასევე ისიც, რომ ბნელი მხარე იღვიძებს ადამიანში, როდესაც უკონტროლო ტიპის ძალაუფლებას მიცემ და ის მოისურვებს, რომ ის ბოლომდე განდიდებული იყოს. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს იქ. სხვათა შორის, ამავე ფილმში ასევე ძალიან კარგი დასაწყისია ის, რომ აი ამ მონაწილეებს ცალ-ცალკე ესაუბრებიან. ხო, აი ეს მე მაგალითად დამწყებ ფსიქოლოგებს ვურჩევდი, აი ჩემს სტუდენტებს, ჩემს მენელებს ყოველთვის ვურჩევ ხოლმე, ვინც ფსიქოლოგიური მიმართულებით მიდის, რომ აი ამ ფილმს სანამ უყურებთ, უბრალოდ რამდენიმეჯერ უყურეთ აი ამ ინტერვიუებს და გამოიცანით ვინ რას იზამს უკვე შიგნით დახურულ კარს მიღმა ექსპერიმენტის დროს. და სხვათა შორის ეტყობათ, ეხა იოლიდ ხელის გულზე არ დევს, მაგრამ გარკვეულ მომენტებში მათ რაღაცებთან დაკავშირებით ეტყობათ, ხო იქ არის მათზე მოქმედი კომპლექსები, დაბალი თვითშეფასების კომპონენტები და ასე შემდეგ, რომელიც ესეც გარეგანი ფაქტორებია, რომელიც საბოლოო ჯამში აიძულებს, რომ მათი ქცევა არ არის ნამდვილი სინამდვილეში. გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება ან რაღაც ადამიანს რო დაუჯერო, რა უჭირს არაფერი, ხო, ხანდახან ვიღაცებს უნდა დაუჯერო, რა თქმა უნდა. აქ უბრალოდ საუბარი იმაზეა, რომ სოციუმი და გარეგანი ფაქტორები არ გექცეს ცხოვრების წესად. ანუ შენი ინდივიდუალიზმი არ დაკარგო და მთლიანად კონფორმული არ გახდე. სხვა შორის, როდესაც ხსნით ხოლმე ჩვენთან სადაც ტრენინგებს ვატარებთ, სოციალური ფსიქოლოგია, ბიჰევიორიზმი და ბოლოს უკვე კონფორმიზმი და ეს ერთობლივად აი მე უკვე ამ ფილმს განვიხილავთ თავიდან ბოლომდე და აქ ეს ძალიან საინტერესო ამ კუთხით. თუმცა მანდ მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ასევე ის, რომ ვიღაცეები არ კარგავენ. ორი არ კარგავს თავის სახეს მიუხედავად გარეგანი ფაქტორების, ესეთი მძიმე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების, ხო იქ რაღაცა სასჯელების დიდი აი მაგაზე მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ხო წამოვიდა რაღაც სხვადასხვა კრიტიკა რა. პირველი ერიხ ფრომი იყო მაგალითად, რომელიც აკრიტიკებდა ზიმბარდოს. და კიდევ რას ამბობენ, რომ თვითონ ზიმბარდო მიუთითებდა აი ამ ადამიანს, რომ მოქცეულიყვნენ სასტიკად და აინტერესებდა სადამდე წავიდოდნენ ესენი და რამდენს მოითმედნენ ისინი, ანუ ზედამხედველების როლში ვინც იყვნენ, რომ მიუთითებდა და აკეზებდა. აი ოღონდ ზიმბარდო ეგ ზედმეტია მისი მხრიდან, ვინც ებრძოდა იმ მომენტში მათი მოგონილი ვერსია მგონია, იმიტომ რომ ზიმბარდო თავად ყვება, რომ მე არანაირი კონტაქტი მაგ პერიოდში მათთან არ მქონდა, ისინი სრულად დახურულ კარს მიღმა იყვნენ, მაგრამ ის რომ ის როლებში შეიჭრა. ხო. და აინტერესებდა, ანუ ადამიანობა გამორთო და მხოლოდ ფსიქოლოგი გახდა. სხვა შორის ეს ძალიან დიდი ცდუნება არის ფსიქოლოგების. და აინტერესებდა საბოლოოდ სადამდე მივიდოდა ეს ყველაფერი და ძალიან საინტერესოდ ჩაერია ერთი ადამიანი ამაში. მისი საცოლე. და ეს ერთი ადამიანი იყო, ჯერ კიდე არ იყო საცოლე
ჯერ კიდევ ჩვეულებრივი მოწვეული ერთ-ერთი ფსიქოლოგი და ექსპერტი იყო და იმან შეაჩერა ეს ყველაფერი. ხო და მე თვითონაც გამოერკვა ზიმბარდო. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რა ხდება შიგნით. შიგნით არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც პატიმრებზე ვსაუბრობ. არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ეჩვევა ამ ყველაფერს, ეგუება, იწყებს დროის გასვლის ათვლას, რამდენ ხანში გათავისუფლდება ის. ოღონდ ის რომ შიგნით ამას არ აპროტესტებს, ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ გარეთაც შესაძლოა არ გააპროტესტოს. რაღაცა მსგავსი რომ მოხდეს, ხო? ანუ ის ძალაუფლებას ბრმად ემორჩილება. ფსიქოტიპია ესეთი. კი ბატონო. იცი რა, ადამიანს ეს გენეტიკაში სტანდარტში ისედაც უდევს. საქმე მაგაშია. იმისათვის რომ აქედან გამოხვიდე, საკუთარ თავზე მუშაობა გჭირდება. მარტო ფსიქოტიპი არ არის. ზოგადად ჩვენ გარკვეულწილად ის რომ ძალაუფლებას უნდა დავემორჩილოთ. რა ვიცი, ტესტოსტერონის იმას, ამას, ძალიან ბევრი რამეა. რასაც შეგვიძლია დავემფერკეტს ვიღაცის მიერ, შეგვეშინდეს რაღაცა ზემოქმედების და ასე შემდეგ, ხო? სტანდარტი ასეთია. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. ზიმბარდო, როდესაც მე ყოველთვის აპროტესტებ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი პატივისცემისა ზიმბარდოს მიმართ როგორც ფსიქოლოგის, პიროვნულად არ ვიცნობ და არ ვიცნობდი, ყოველთვის აპროტესტებ თავად მიმდინარეობას, behaviorism-ს. ანუ ყოველთვის მინდა რომ ადამიანებმა ინდივიდუალიზმი შეინარჩუნონ და ადამიანთა ქცევა სტიმულირდებოდეს არა გარეგან ფაქტორებზე, არამედ ადამიანთა ქცევა სტიმულირდებოდეს შინაგან ფაქტორებზე. და იქ არის ორი ადამიანი, რომლის ქცევაც სტიმულირდება არა მარტო სტიმულირდება შინაგანი ფაქტორებით, არამედ აი ამ გარეგან ზეწოლებს წინააღმდეგობას უწევენ, რითაც შეუძლიათ. ერთი საერთოდაც პოლიციელი ერთ-ერთი რომელმაც რაღაცა წამალი შემოუტანა ავადმყოფ ადამიანს, რომელიც ავად გახდა, ხო ის ცემეს და პატიმრებში შეაგდეს. ხო, მეორე საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ აი ბოლომდე რაღაცა რკინის მილში შეაგდეს და იქ ჩაკეტეს, ხო, ფილმში ესეა და იქიდან ის ცდილობს როგორღაც გამოწვეს და მაინც გამოდის და შემდგომ უკვე ამათ ამხედრებს და იქაც ნახეთ სიტუაცია როგორია, იცით, რომ ყველაზე მძიმე ზეწოლის ფორმა შენზე არის გააფთრება ადამიანზე. დიდი შეურაცხყოფის შემდგომ გააფთრება და აი აქაც როდესაც ისინი გამოანგრევენ კარბებს და ამათ მოსდევენ, ხო? იქაც ბოლოს ძალიან მაგრად რომ არ დაუშაოს იმ მთავარ ზედამხედველს, ბოლოს აზრზე მოდის და თავს იკავებს. მანამ სანამ სირენა ირთვება, მანამდე სირენა რო ჩაირთო გასაგებია მე. და იქაც თავს იკავებს. ანუ მაინც არ ემორჩილება ამ აგრესიას, ამ ყველაზე დიდ ზეწოლას გარეგანი ფაქტორისას. და ყველაზე საინტერესო ასევე სანამ შიგნით თუ რო დაგვრჩა შიგნით შემილია. აი შიგნით მეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ხო კედელი ფაქტობრივად დეკორაცია. არის, იცი რომ როგორც კი სირენა ირთვება. ანუ ეს ხალხი საცოდავის სახით ზის ავტობუსში, შემოდის, ცოტა ხანი კიდე საცოდავის სახით არის, როგორც კი პირველი აი ეს მითითება გაუვათ და ისინი ასრულებენ, ყვარყვარეში რო არის, ხო იცი, ფეხს რო დააბაკონეს ჩექმის ჩასასმელად ეს რო სწორდებიან. აი დაახლოებით ეგეთი ვარიანტია. ყვარყვარეც საინტერესო იქნება სხვათა შორის, სხვა დროს მომიწვია. როგორც კი პირველ მორჩილებას დაინახავენ, მომენტალურად იწყებენ ამით ტკბობას. და ნელ-ნელა ეშხი შედიან და ბოლოს ის მერე თავს იპარსავს, ხო და თავის გადაპარსვის ამბავიც რაღაცა უკაცრავად ამ ტერმინს გადახოტრილი თავი რაღაცა ძალაუფლების სიმბოლოა, ხვდები და ამის გამო იპარსავს თავს და საბოლოო იმაზე გადადის, რა ქვია, აი ყველაზე დამთრგუნველ რეპრესიებზე გადადის. და ესეც საინტერესო ამბავია, მაგრამ როგორც კი სირენა ირთვება, აი ეს ლუკი თუ რაც არის იწევა, მომენტალურად ზუსტად ისეთივე საცოდავ სახეს იღებს, აი ეს ფერადკანიანი. როგორი საცოდავის სახითაც იჯდა ავტობუსში. როგორც კი ძალაუფლება მისცა და გარეგანო ფაქტორმა მასზე იმოქმედა, მომენტალურად მონსტრი გახდა და როგორც კი ძველ სისტემაში დაბრუნდა, ისევ ისეთი საცოდავი, მოკუნტული, სკაუტებისგან დაჩაგრული, დედისგან შეურაცხყოფილი ადამიანი გახდა ისე. მსახიობების თამაში როგორ მოგწონს? საოცრება. ძალიან საინტერესო ლაპარაკი და რას ეტყოდი, რა არის ამაში მნიშვნელოვანი ხამდენი ლაპარაკი. აი ამ ფილმზე და აი ამ ექსპერიმენტზე რა შეგიძლიათ დასკვნის სახით რო თქვა. ადამიანებს ვეტყოდი, რომ არასოდეს დაკარგონ საკუთარი თავი. ხო. და სტივის სიტყვებს ვეტყვი, რომ მისცემენ გარეგან ხმებს,
უფლებას და საშუალებას, რომ ჩაახშონ თავიანთი შინაგანი ხმა. ყოველთვის რა თქმა უნდა, ვიღაცებს ხოლმე დაუგდო, ვიღაცებს შევა გაითვალისწინო, მაგრამ ყველაფერი მათ შორის შენი ცხოვრება განსაკუთრებით უნდა იყოს შენი არჩევანი. და შენ უნდა ისდე შენი ცხოვრების, რა ვიცი, ტრანსპორტზე, ნებისმიერ ტრანსპორტზე, მძღოლის ადგილზე და არა მგზავრის ადგილზე. როდესაც მოქმედებ მარტო სოციუმის მითითებებით ან მარტო, ესე იგი, გარემო ფაქტორების ზემოქმედებით, მაგ შემთხვევაში მგზავრი ხარ უბრალოდ. და ის ტრანსპორტი სადაც გინდა იქ დაგიყვანს. არასოდეს დაკარგოთ საკუთარი თავი. ძალიან კარგი. შენ მეორე ფილმზეც უნდა გელაპარაკა. ვიცი რომ ეს შენი საყვარელი რომანის ეკრანიზაციაა და აბა ძალიან მოკლედ თუ შეიძლება რომ მოკლედ ვილაპარაკო. ამაზე მოკლედ საუბარი, მაგრამ როგორც შევძლებ. მოდი შემპირდი რომ კიდე ერთხელ კიდე მოგიყვან აუცილებლად დაგპატიჟებ კიდევ ერთხელ. დაკავშირებით. როგორ შეიძლება ფიზიკურად დამარცხდე, მაგრამ საბოლოო ჯამში გაიმარჯვა. ეს არის ჩემთვის დათა სიმბოლო, ერთადერთი შეცდომა აქვს დაშვებული ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. იკუს რო არ ეხმარება. აი პატიობ თუ არა ისიც არ ვიცი. მაგრამ დანარჩენად არის გენიალური, მებრძოლი, პატიოსანი, ძლიერი და აი ის დიალოგი ბოსტანი ხომ გაგიმარგლავს მოსეძმაო და ის რო პასუხობს ისევ ამოდის არეველაი და მე მეუბნება რომ დავმარგლოთ, ფესვებს მივწდეთ, ბოროტებას ეს არის ჩემთვის. ხო. ძალიან მინდა მთელი ცხოვრება ასეთი ცხოვრებით ვიცხოვრო. და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. აქტუალობას არ კარგავს ეს ფილმი და ეს პერსონაჟი. არასოდეს არ კარგავს აქტუალობას არც ის ეხა ძალიან მეზე პესიმისტურ ნოტაზე არ დავასრულებ, მაგრამ აქტუალობას არ კარგავს არც ქალაქში რო არიან გათითოკაცებული, საძოვარს გადაგებული ყოფილიერი, არც ეგ დიალოგი არ კარგავს აქტუალობას დღემდე სამწუხაროდ და ვუსურვებ, თქვენს გისურვებთ, ჩემთვისაც ვუსურვებ. აი ფაქტობრივად ცხედარი გაიტანა დანაშაულის ადგილიდან. ესეთი არც ფილმში, არც არ შემხვედრია. მაგრამ მაგის მე ახსოვს რამ მოაფიქრებინა ეს. ეს თუ ახსოვთ, ეს არის საინტერესო, რომ მაგის მე ამას ამბობს. ვიზი ამბობს? ამბობს მუშნიზე, რომელიც წარმოუდგენელი მეთოდებით ებრძოდა და ბოლოს ფიზიკურად კი დამარცხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის რო ჩვენ ახლა ვზივართ და ამაზე ვსაუბრობთ, ეს უბრალოდ აი რა მაინტერესებს ციზას, ეს ადამიანი რეალურად არსებობდა, ეს ხომ არ არის გამოგონილი პერსონაჟი, ხო არსებობდა ძალიან ჯიხიდან ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელიც იყო გმირი, ჩაიდინეს ყველაფერი, მაგრამ აი ბილიტრისტიკამ დაუშვათ ლიტერატურამ და შემდეგ ეკრანიზაციამ, როგორ ფიქრობ, აი რა წაართვა და რა შესძინა იმ რეალურ პიროვნებას? იცი რა, შეიძლება უფრო შეალამაზა. და კარგად, ანუ შეალამაზაში რეალისტური სახე ცოტა ხო არ წაართვა, ცოტა ადამიანური. არ ვიცი, იცი რა, შესაძლოა მეტად სასტიკიც იყო, შესაძლოა მასეთი ღრმა ფილოსოფიური და ღრმად პატრიოტული და ღრმად ღირებულებების მდგომარეობაში არ იყო, მაგრამ ალბათ ფუნდამენტი მაინც არ დაუკარგა. ხდები, შეიძლება უბრალოდ ეკრანიზაციამ შეალამაზა, შეელესა უბრალოდ, თორე შინაგანი ღერძი სავარაუდოდ ეგეთი ექნებოდა. არის იქ სცენები, რომელიც წიგნში არ არის, აი სცენა, როცა ზარანდია და თუთაშხია ერთმანეთს უყურებენ რესტორანში თუ კაფეში. და თვითონ ძალიან მოეწონა, ტირილით დაიწყო ეს სცენა. ეხლა მინდა რომ გკითხო, მოგწონს თუ არა ეკრანიზაცია და რატო? იმიტომ რომ ეკრანიზაციებთან ხშირად ვისაც კითხვა უყვარს, გვაქვს პრეტენზია. იმიტომ რომ ჩვენს თავში, ჩვენს წარმოდგენებში აი რაღაც ძალიან მოგწონს, გვიყვარს ეს რაღაცა ლიტერატურული ნაწარმოები და შემდეგ ვხედავთ ეკრანიზაციას და აი რაღაცნაირად ადამიანების, იცი რა, ალბათ წიგნი მირჩევნია ზოგადად. მაგრამ როგორი რაღაცა იცი, როდესაც კარგად არის შესრულებული ეს ყველაფერი. ხო, ნუ წიგნიდან სტრიქონები სხვა რამეს გაძლევს. მაგრამ როდესაც ადამიანების მიხედვით არის შესრულებული, ანუ მეღვინეთ ხუცესის პერსონაჟი არის არაჩვეულებრივი, ხდები და როდესაც რეალურად აი რა ვიცი, დასაწყისშივე, როდესაც მამასახლის სხვაში ჩააგდებს. მომშვები მასე შენც მამასახლის ვერ ეკითხება და ისიც რო ვერ ხდება რატო ეკითხება და ისიც პასუხობს რომ მამა ჩემი ბეკუ ფარიაშვილი. ხდები? ანუ როდესაც ცოცხლდება, უკეთესია თუ სწორად არის გადაღებული. თუ არ არის სწორად გადაღებული, მაშინ ცხადია წიგნი ჯობია. კარგი, აი რა დასკვნებს გამოიტანი და რას ეტყოდი დღეს მაყურებელს? აუ ძალიან ბევრია. მოკლედ. და მე აუცილებლად მოხვალ. თუნდაც როგორ დარჩე მაინც ღირებულების პატრონი და თუნდაც ფიზიკურად განადგურდე როგორ უნდა გაიმარჯვო მაინც.
აი ხო? ხო. იქ კიდე ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, როგორ უნდა იყო მუდმივად სიმართლის მხარეს, როგორ ღირებულებებისაც, როგორ აღიარო შეცდომები, როდესაც აი მორდუხაისთან დიალოგში, Mhm. როდესაც კამათია რომ დათეონება რომ ცადე ბევრჯერ მე, მაგრამ ვისაც ჩავაცმენ გამხადა, ეს ხო ყველას გვახსოვს, მაგრამ მორდუხაის პასუხი არის მანდ მნიშვნელოვანი, რომელსაც ალბათ ძალიან ცოტა იმახსოვრებს და მორდუხაის პასუხზე, რომ არ ჩაგეცვა მისთვის გახდა თუ აქ ცდებოდა თან შენ ან იმ სხვას რო ეკითხება, ხო? მანდ ხდება რომ ვიღაცას რო ჩავაცვი და მე რო გამხადან სხვას რო გახადა, ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ კიდე ერთხელ ვიღაცას არ ჩავაცვა და აღიარებს იქვე. ან ძალიან ბევრი ძალიან წვრილი პატარ-პატარა რაღაცებია. ასევე იქ პირველივე სერიაში ხალხს რო შველის ყაჩაღებისგან რაჟა ჩარჩიმელესგან და რაჟა რო ეუბნება რომ მაგათი ხელით გიწერია სიკვდილი. ხო მართლაც მაგათი ხელით და იცოდა რომ მაგათი ხელით ეწერა სიკვდილი, მაგრამ მაინც იბრძოდა. იმიტომ რომ ამაღლებული იყო რაღაცა ქვეცნობიერ შეგრძნებებზე, ადამიანურ სტანდარტულ ადამიანურ შეგრძნებებზე ამაღლებული იყო და ეს არის აი რა ფილმებია, ქართული ფილმები მინდა გითხო, რომელსაც რეკომენდაციას გავუწევდი. აი 3, 4, 5. ვიტყოთ ისფერ თემს, იმიტომ რომ ოღონდ არ შეხედონ ამას იუმორით. მან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ძველი შენობა ინგრევა, ახალში გადადიან და იქ იგივე ხდება. ხო. ის როგორ მოიფიქრა რეჟისორმა არ ვიცი, მაგრამ ნუ გენიალურობა სავარაუდოდ მისი ამაში მდგომარეობს. და ერთ-ერთი საქმისწონე ადამიანია და მისი არავინ არ წაიკითხა. და ასე შემდეგ. შერეკილები. ოღონდ შერეკილები მარტო ცათმფრენი არა, ხალხო. შერეკილების დასაწყისი მამის გარდაცვალების შემდგომ როგორ ექცევიან ამ ბიჭს მევალეები რომ მოდიან მეზობლები ეს გენიალური სცენა აი ნამდვილად შეხედე ხუცესო შეხედე რამ სიგრძე ფეხები აქვს წაუკითხე დროზე მამამისის ვალები გადაიფარო სწორე გაიქცევა ადამიანი იმას ფიქრობ სხვაზე რასაც შენ გააკეთებდი მიხდი შემდეგ უკვე აი ამ საწყალ ბიჭს ყველაფერს ართმევენ ბოლოს დამპალ ფიცრებსაც ართმევენ მე ერთ-ერთ ეს დამპალი ფიცრები მიაკ ძირს და უვარდება მოტრიალდება და არ აიღებს. არა, მნიშვნელოვანი არის. თუ არ აიღებ, რატო ართმე? ხო. თუმცა მანდაც შერეკილების დასაწყისში ჩანს ადამიანური ბუნების უმდაბლესი გამოვლენა. ამიტომ შერეკილებზედაც მინდა შემდეგზე. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ.